მთელ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ყველას მიულოცვა ახალი წელი. ჯანმრთელობა, სიკეთე, სიხარული, ბედნიერება უსურვო და მომავალი წელი სიკეთის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს მთელი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. ყველას გილოცავთ და ყველაფერს კარს გისურვებ, პატივცემულო კოლეგებო, იცოცხლით. მადლობა. სულაც გესალმებით. ემიდა შეუერთდი ამ ველოცვას, მიულოცოთ ჩემ თანაქალაქელებს ახალი 2021 წელი და ერთ-ერთი რაც მთავარია, ემიდა რომ მაისში და ივნისში ბათუმმა ისევ დაიწყოს მიღება ტურისტების, სტუმრების და მთავარი მოლოცვა ესაა, რომ ეს სურვილი აღდგეს და გადავიტანოთ ის ცუდი წელი, პანდემია, რაც ჰქონდა ამ წელიწადს. ღმერთით მაისში უკვე პირველი ტურისტები ბათუმს ეყოლება და ისევ ჩადგება ბათუმის ჩვეულებრივ ცხოვრების რეჟიმში, როგორც მანამდე იყო, გილოცავთ კიდევ ერთხელ და აღსრულებოდეთ ეს სურვილები ჩემო კარგებო. დიახ, დიმიტრი. მოგესალმებით, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, საკმაოდ მძიმე წელს ვაცილებთ, რომელიც დღესაც ვართ ბრძოლაში, უხილავთ ერთან და მე ერთადერთი რაც ვისურვებდი არის რომ ეს კორონავირუსი იქნეს დაძლეული და ყოფილიყოს რავი. პირველ რიგში კორონაზე გამარჯვების წელი და შემდეგ გამარჯვების წელი. ამ წელს გასულმა წელმა უბრალოდ რომელიც გადის ზოგადად ქვეყნისთვის ბევრი უარყოფითი მოიტანა, მაგრამ მოგვეცა საშუალება იმისა, რომ მოეხდინა ცენტრალურ ხელისუფლებას და მუნიციპალურსაც მასთან ერთად იმის დემონსტრირება, რომ მზად ვართ ნებისმიერ შემოტევისთვის, ეს იქნება კორონავირუსი, ეს იქნება ფინანსური ვირუსი, თუ ეს იქნება ნაცმოძრაობის მიერ შემოტანილი ვირუსი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს და ახერხებს და ებრძვის ქართულ ხალხს ქუჩიდან და ვისურვებდი, რომ ეს ყველა ვირუსი დაგვეძლიოს ქართულ ხალხთან ერთად, რაც შეიძლება მალე. პლუს მინდა დავასწროს ჩემს კოლეგებს და გამოვეხმაურო იმ საკითხს, რის გამოც შევიკრიბეთ დღეს. ბატონი ვაჟა, ჩემი მეგობარია, უფროსი, ყველა ჩვენთაგანი ვიცნობთ და რავი, მინდა ბატონ ვაჟას მიულოცო, წარმატებები უსურვო, კოლეგებს მოუწოდო, რომ ხარი დაუჭირონ ბატონ ვაჟას. და რავი, საცხარულო ამბავია ერთი კაი ბათუმელი, ყოფილი წევრი, საკრებულოსი, გამოცდილების მქონე, რომელიც მთელი ცხოვრება ბათუმის სამსახურშია და ახლა უკვე ისევ საკანონმდებლო ფაზას უბრუნდება, იქნება ჩვენთან ერთად და მინდა მას წარმატებები უსურვო. მადლობთ. გადავიდეთ რიცეს, დიახ, ბატონი დათო და შემდეგ თამასი. მოგესალმებით ყველას, მართლა რამოდენიმე საათი დარჩა 2021 წლის დადგომამდე და მე მინდა გუშინ სოციალურ ქსელში წავიკითხე, გამოვეხმაურო ამერიკის შეერთებული შტატები, ეუთო, ევროკავშირი, ჩინეთი, იაპონიამ ყველას დიდი დახმარება გაიღო საქართველოში COVID-19 ბრძოლასთან დაკავშირებით და ყველას მადლობა უთხრა, ვინც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარა. მადლობა ექიმებს და 2021 წელი ყოფილიყოს ბევრად უფრო საინტერესო, ჯანმრთელი, ეკონომიურად ხვავი და ბარაკით. ახსავსე ყველა ოჯახის და ყველა ფრაქციის სახელით, ქართული სუამრეწველების სახელით ულოცავ ჩვენს ქალაქს დამდეგ 2021 წელს. ფრაქციის სახელით. მოგესალმებით კოლეგებო. დამდეგი ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწარით. მინდა 2021 წელის წარმატება წინასწარ მეტყველო. დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს COVID-ს დავამარცხებთ, ამიტომ ჯანმრთელობა იქნება პირველი საწინდარი ჩვენი საფიქრალი და დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად გამარჯვებას გველის 2021 წლის შემოდგომაზე. მადლობა. მოგესალმებით კოლეგებო. შევერთები მეც მოლოცვას, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. პირველ რიგში ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის ჯანმრთელობის, სიკეთის და პანდემიის დამარცხების წელი, ამავდროულად ეკონომიური წინსვლა მინდა უსურვო ჩვენ ქვეყანას. გამრავლება და ყოველივე კარგი, რაც შეიძლება საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ერისთვის გინდოდეს ადამიანს. მე ამასთანავე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიის სამსახურს, სერვის ცენტრის თანამშრომლებს იმ გაწეული სამუშაოსათვის, რაც მათ აი ამ დღეებში გაწიენ მოწყვლადი ჯგუფებისათვის ჰუმანიტარული დახმარების სახით
გაიღენ რამოდენიმე 1000 ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი ნაწილობრივ ჩვენგან, ასე ვთქვათ, მერიის სამსახურებისაგან და ძალიან მუხჩა უხრელი და რუტინული შრომა გაწია სერვის ცენტრის თანამშრომლებმა თითოეულ ოჯახს პირადად საჩუქრე ნობათი მიართვენ ოჯახებში და ხალხს ნაწილობრივ შეუსუბუქდა ის ჭირი და ვარამი, რაც გამოიწვია პანდემიამ. დიდი მადლობა მათ და გისურვებთ ყოველივე წარმატებას თქვენ და ჩვენ ქვეყანას. მადლობა ქალბატონ ნატალია და გადავდივართ. უერთდები მილოცვებს და თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ულოცავ დამდეგშობა ახალ წელს ბედნიერად, ჯანმრთელად, წარმატებულად ყოფილიყავით და ეს რთული წელი გაგვეცილებიოს და აი ესე კოორდინირებულად ჩვენ მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან და თითოეულ სამსახურთან ერთად აი ესე წარმატებით დაგვესრულებიოს ეს პანდემია და 21 წელი ყოფილიყოს განსაკუთრებულად წარმატებული სიხარული და ჯანმრთელობი და ბედნიერებით სავსე. ყველას გილოცავთ და ბედნიერად შობა ახალ წელს გისურვებთ. დიახ, ბატონო მიშა. მადლობა. მე მინდა შევუერთე მოლოცვებს და ყოველივე თქვენთანგაც მოგილოცოთ შობა ახალი წელი. ძალიან მრავალფეროვანი წელი გქონდა 2020. როგორც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ავადობებზე, ძალიან ბევრი პრობლემებზე, მაგრამ ასევე იყო დადებითი ემოციებითაც სავსე. ამიტომ არ არსებობს ცუდი, კარგის გარეშე, არც კარგი ცუდის გარეშე, ყველაფერი იყო შეხმატკივებული. მადლობა უთხრათ მაინც 2020 წელს იმაშიც, რომ გაატარა ჩვენთან ერთად, გავატარეთ ჩვენ 2020 წელი. მადლობა იმისთვის, რომ თან ბოლომდე არ გაგვწირა და მაინც რაღაცა კაცობრიობა დავრჩით და მე იმედი მაქვს, რომ 2021 წელი უკეთესი იქნება და მეტი შემართებით, მეტი გამოცდილებით, მეტი აი რაც ამ 2020 წელში ყველამ ვისწავლეთ, სოგმა გადახედა, გადმოხედა თავის სიტუაციებს, თავის კვედებს, უფრო მეტად მეტი შემართების შეუდგებით და უფრო მეტი წარმატება გვექნება 2021-ში. მე მინდა მოულოცოთ ყოველივე თქვენთანგაც, ყველა ბათუმელს, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, სხვა ქვეყნის მოქალაქეს და უსრო წარმატებები ღმერთმა თავიანთ ოჯახებში ყველა ბედნიერად, შვიდად, წყნარად შეახვედრა და გაატარებინა მომავალი წლები. დიდი მადლობა ყველა სამ მუშაობისთვის, თანამშრომლობისთვის. მე მინდა ბატონ თამაზის ბატონს შევუერთე, დიდი მადლობა უთხრა მერიას, მეც რამოდენიმე შეხვედრაზე ვიყავი, როდესაც აი მოსყვა ჯგუფებს დაუნაწილეთ ეს ნობათები, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ასევე დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ მედიკოსს, რომელიც აი ამ დღეებში მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყანა ისვენებს, ისინი აგრძელებენ ბრძოლას და მე ვფიქრობ, რომ იმ დადებით დინამიკას, რომელიც ჩვენ შეზღუდვების ხარჯზე შევინარჩუნეთ, ამას გავაგრძელებთ და უფრო მეტად დადებითად იქნება და პირველი აჭარა გამოძრება ამ პრობლემიდან. გაიხარეთ, მადლობა. მადლობთ კოლეგებო. გადავდივართ დღის წესრიგის გარშემო. გამოკლებული წევრის, ადგილმონაცვლის, ბატონი ვაჟა რამიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ განკარგულების პროექტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ადგილმონაცვლის ვაჟა რამიშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა ცნობად იქნას მიღებული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის ვაჟა რამიშვილის უფლებამოსილება. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მიულოცოთ და დაუჭიროთ ხარი. ბატონებო, მე ბატონმა დიმიტრიმ საკმაოდ კარგად აღნიშნა, რამე თუ მას ძალიან დიდი ხნის ურთიერთობები აქვს ბატონ ვაჟასთან. მე მგონი ყველა ვიცნობთ ბატონ ვაჟას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი საკრებულოში შემოსვლით ბევრი საქმეები და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქალაქის საკათილდღიო საქმეებში. მე თუ რაიმე სათქმელი არ გაქვთ, მე კეთს უყრი განკარგულების პროექტს. მომხრე მადლობთ კოლეგებო, თქვენი სახელით ულოცავ კიდევ ერთხელ ბატონ ვაჟას და უსურვებ შემდგომ წარმატებებს.
კოლეგებო, კიდევ ერთხელ გეფერებით, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ულოცავთ ჩემს აპარატს, ყველა ჩემს თანამშრომელს, ყველა ბათუმელს, მომავალი წარმატებების ცნობა დახურულია.